მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია კურიერი 10 საათზე მე ვარ ავთო გვასალია. უკვე 1 საათია პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მე-6 პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ერჩევს. ბიულეტენები სახელობითია. ერთადერთ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხოლოდ ქართული ოცნება ერჩევს. ოპოზიცია კი ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიციურ პარტიებს არ წარუდგენიათ კანდიდატი და პროცესშიც არ მონაწილეობენ. 300 კაციანი კოლეგიიდან ახალი პრეზიდენტის ასარჩევად მინიმუმ 200 ხმაა საჭირო. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ პარლამენტს, სადაც კენჭისყრა გრძელდება. ცესკოს წარმომადგენელი ამბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა, შემდეგ კი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ. ბატონი შოთა ხაბარელი, ბატონი ლევან ხაბეიშვილი. როგორც უკვე გითხარით, პროცესს წარმართავს ცესკო, საერთო ჯამში ქვეყნის პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი ირჩევს, საიდანაც 150 არის პარლამენტის დეპუტატი. 21 არის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, 20 კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი. დანარჩენი 109 კი საკრებულოებიდან არის წარმოდგენილი. საარჩევნო პროცესი დილის 9 საათზე დაიწყო და როგორც დაანონსებულია 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება და ახლობით 2 საათისთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს ყველა პროცედურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჩაატარებს სხდომას და ცნობილი გახდება უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ. ეს არის ისტორიული პროცესი, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და არა პირდაპირ არჩევნების წესით ხალხი, როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ცესკოს წარმომადგენლები აცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სახელებს და გვარებსაც, თუმცა როგორც ცნობილია, ისინი არ ესწრებიან არც ამ არჩევნებს და საერთოდაც მე-11 მოწვევის პარლამენტის უნდობლობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ეს არის არალეგიტიმური. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დემონსტრანტები იმყოფებიან პარლამენტის შენობის გარეთ და ისინი იქ აპროტესტებენ იმ პროცესს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. თავდაპირველად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ პარლამენტის დეპუტატების სახელებს და გვარებს ამბანის მიხედვით, შემდეგ კი უკვე ისინი გადავლენ აჭარის და ასევე აფხაზეთის წარმომადგენლების სახელებსა და გვარებზე. ჯამში, როგორც იცით, 300 წევრისგან შედგება საარჩევნო კოლეგია. ქალბატონი ეკატერინე ხერხეულიძე. მათგან 109 არის 2021 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან პროპორციულად განაწილებული ხმები. დილიდან კურიერის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და გარეთ. ახლა ჩვენ მარიამ კოპალეგიშვილს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც პარლამენტში იმყოფება. მარიამ, 1 საათია დაიწყო პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევა. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ჩვენ პირდაპირ ეთერშიც ვადევნებთ თვალყურს, თუმცა საინტერესოა რა ხდება ადგილზე. გისმენთ.
დიახ, დილის 9 საათიდან დაიწყო პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა. ჩვენ დილიდან ვიმყოფებით და ვაშუქებთ მთელ ამ პროცესს. მაყურებელს კი შესაძლებლობა აქვს ლაივსტრიმის რეჟიმში ადევნოს თვალყური პრეზიდენტის არჩევნებს. მანამდე გეტყვით, რომ თავდაპირველად ხმის მიცემა დაიწყეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, თუმცა როგორც ვიცით, რომ 300 წევრისგან დაკომპლექტებულ კოლეგიაში შედიან როგორც პარლამენტის წევრები, ასევე საკრებულოს წევრები და ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. მათ უკვე გაიარეს რეგისტრაცია, დაურიგდათ შესაბამისი ბიულეტენები და გააკეთეს უკვე საკუთარი არჩევანი. ამის შემდეგ უკვე დაგეგმილია სხდომის ჩანიშვნა, სადაც უკვე შეჯამდება შედეგები, გამოცხადდება გამარჯვებული. მანამდე კი კონკრეტულად უკვე თუ რა არის დღევანდელი დღის პროცედურა და გეგმები, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მისაუბრა, რომლის საშუალებითაც დღეს პარლამენტი უკვე პრეზიდენტს აირჩევს. საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველად განსხვავებული მოდელით, რომელიც გულისხმობს საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით ღია კენჭისყრით არჩევნებში მონაწილეობას. ხედავთ, ჩემგან ხელმარჯვნივ წარმოდგენილი არის სამდივნო, რომელიც კომისიის რეგისტრატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლეგიის წევრების ანბანური პრინციპით გამოცხადებას. 7 იქნება გამოცხადებული და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ გამოცხადდეთ, გაიაროთ რეგისტრაცია, გადმოგეცემათ ბიულეტენი, შეგახსენებთ რომ ბიულეტენზე შესაბამისი მონიშნა პრეზიდენტობის კანდიდატის წინ არსებული მონიშნა უნდა შემოიხაზოს, სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად არ ჩაითვლება. რის შემდგომაც ბიულეტენის მიღების შემდგომ გადმოვინაცვლებთ ხელმარცხნივ არსებულ მაგიდებთან, სადაც გავაკეთებთ არჩევანს, მოვათავსებთ საარჩევნო ყუთში ბიულეტენს, რის შემდგომაც კოლეგიის წევრებს აქვთ შესაძლებლობა როგორც იმყოფებოდნენ კენჭისყრის მიმდინარეობისას დარბაზში, ასევე შეგიძლიათ დატოვოთ დარბაზი, თუმცა მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის ის, რომ კენჭისყრის დასრულების შემდგომ ცესკო კომისია გამართავს სხდომას, სადაც განხორციელდება შედეგების შეჯამება და შედგენა, რის შემდგომაც კოლეგიას წარუდგენს შედეგებს კომისია და გამოაცხადებს გამარჯვებულს. არჩევნები პარლამენტში დილის 9 საათიდან დაიწყო და ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს. კანონმდებლები უკვე აკეთებენ საკუთარ არჩევანს და ირჩევენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. როგორც მაყურებლისთვის ცნობილია, ახალი პრეზიდენტის არჩევისთვის საჭიროა კოლეგიის 2/3, ანუ სულ მცირე 200 წევრის ხმა. ახალი პრეზიდენტი კი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. მადლობა, ეს მარიამ კოპალეშვილი იყო, რომელიც რჩება პარლამენტში და ჩვენ მას ოდნა მოგვიანებით დაუბრუნდებით. პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო კოლეგია კი შედგება, როგორც უკვე მოვისმინეთ, 300 წევრისგან, რომლისგანაც 150 გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი. პრეზიდენტის არჩევნების პროცედურა განმარტა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპლოშობა საარჩევნო პროცესის დაწყებამდე ისაუბრა მედიასთან. დღეს ისტორიული დღე არის. პირველად საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. სისტემა, რომელიც თავისი არსით წააგავს ამერიკულ გერმანულ სისტემას, პირველად დაინერგება საქართველოში და ამით საბოლოოდ დასრულდება საპარლამენტო რესპუბლიკად საქართველოს როგორც კონსტიტუციურ ფორმალური მხრივ, ასევე პრაქტიკული მხრივაც ტრანსფორმაცია. საარჩევნო კოლეგია, როგორც იცით, შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 9 150 კომპლექტება პარლამენტის წევრებისგან, 21 წევრი არის აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ანუ სრულად არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი, 21 წევრი სრულად არის წარმოდგენილი აჭარის უმაღლესი საბჭო, 20 წევრი სრულად არის წარმოდგენილი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, 109 წევრი კი გადანაწილებულია საკრებულოებზე პარტიების წინა არჩევნების 2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით. არსებული გადანაწილებით ქართულ ოცნებას საპარლამენტო და აჭარის უმაღლეს რესპუბლიკაში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის მხრივ თანაფარდობით ეკუთვნოდა 156 ადგილი, ოპოზიციას 124 ადგილი
და ამას ემატებოდა 20 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსი, როგორც იცით, ვინაიდან არჩევნები არ ტარდება, იქ პარტიული კუთვნილება პირდაპირ არ არსებობს. თუმცა ვინაიდან ოპოზიციამ საკრებულოების ნაწილში თავისი 55 მანდატი არ აითვისა, ის მანდატი გადანაწილდა უკვე ქართულ ოცნებაზე, ასე რომ დღევანდელ კოლეგიაში ქართულ ოცნებას საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით აქვს 211 წევრის ადგილი, ოპოზიციას 69 და ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან. 9 საათზე დაიწყება კენჭისყრის პროცედურა, რომელიც 2 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, როგორც იცით, თავად არჩევნებს ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია გავა იმისთვის, რომ ჩაატაროს სხდომა, დათვალოს ხმები და შემდეგ უკვე იქნება გამოცხადება შედეგების. მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული მომენტი მართლაც საქართველოში პირველად ხდება არაპირდაპირ არჩევნების ხრის, საარჩევნო კოლეგიის არჩევნების ხრის და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით. პრეზიდენტის არჩევნები აქციის ფონზე მიმდინარეობს. დემონსტრანტები თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, საიდანაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ. დემონსტრანტთა ნაწილი ფილარმონიასთან შეიკრიბა, საიდანაც მცველობით პარლამენტისკენ დაიძრნენ. ყავალაშვილის პრეზიდენტად წარდგენასთან ერთად აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქართული ოცნება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, რამდენიმე წუთით გამოჩნდა საქართველოს პრეზიდენტით სალომე ზურაბიშვილი. ნანა გოგატაძე მუშაობს პარლამენტთან, რომელიც ახლა ჩვენ ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნანა, რა ვითარებაა საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის? საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტს მიღმა კი უკვე 2 საათზე მეტია, რაც საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები დღეს დილით 7 საათისთვის შეიკრიბნენ თავდაპირველად ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის შემდგომ უკვე მსვლელობით გადმოინაცვლეს პარლამენტთან და დილიდან, ასე ვთქვათ, აქციის ყველაზე აქტიური ზონა არის 9 აპრილის ქუჩა, რომელსაც ახლა კადრში გაჩვენებთ. დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ შესასვლელთან იმყოფებიან პარალელურ ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩაზე. ხედავთ, რომ ქვედა ნაწილი მთლიანად აქვთ დაკავებული აქციის მონაწილეებს, ხოლო მათ მოპირდაპირ მხარეს პირისპირ რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული რამდენიმე მწკრივად. ვერ ხედავთ აქ ჩვენ ვერც სპეცტექნიკას, წყლის ჭავრს, ვერც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ვერც სპეცდანიშნულების რაზმს, თუმცა ვიცით, რომ სპეცტექნიკა მობილიზებულია თავისუფლების მოედანზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანად და არანაირი დაპირისპირება ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი არ ყოფილა. არ არის არც სპეცტექნიკის და არც ცოცხალი ძალის გამოყენების საჭიროება. ახლა მაყურებელი კადრში ხედავს საკანონმდებლო ორგანოს მოპირდაპირ მხარეს დედაქალაქის მთავარ გამზირს, სადაც ამ დრომდე კვლავ რჩებიან დემონსტრანტები, რომლებიც პერიოდულად უერთდებიან დღევანდელ საპროტესტო აქციას, ან ძირითადად მობილიზებული არიან 9 აპრილის ქუჩაზე და ასევე საკანონმდებლო ორგანოს მოპირდაპირ მხარეს, რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, რომელიც ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ასევე ცხელი წერტილია, ახლა იქ ვითარება არის მშვიდი. აქედან ხედავთ, რომ დემონსტრანტები იქ არ იმყოფებიან, თუმცა მობილიზებულია იქაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. აქციის მონაწილეები ტრადიციულად არიან საქართველოს ევროკავშირის დროშებით, ძირითადად პროტესტს გამოხატავენ. ხმაურით სკანდირებენ, არის შეძახილები. პოლიტიკოსებიდან გიორგი ვაშაძე მოვიდა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. აქ რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას და პროტესტს, პირველ რიგში ისინი აპროტესტებენ იმ მოვლენას, რომელიც ახლა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არ ცნობენ არც ახალ პრეზიდენტს, არ აღიარებენ მის ლეგიტიმაციას ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას. რაც შეეხება მოთხოვნებს, ბოლო 16 დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების პირველი და მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, ასევე იმ ადამიანების გათავისუფლება. ეს მოთხოვნა შემდეგ დაემატა უკვე, რომლებიც ამ აქციების პერიოდში იქნა
დაკავებული. Როგორ გაგრძელდება დღეს მოვლენები, რა გეგმა აქვთ აქციის მონაწილეებს, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ახლა და ზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო რამდენიმე საათი ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პროცესი იქნება, დემონსტრანტები დარჩებიან პარლამენტს მიღმა და გაგრძელდება პროტესტი. ნანა, ჩვენ ვნახეთ დიახ, ალბათ სალომე ზურაბიშვილზე აპირებდი საუბარს. ჩვენ ვნახეთ კადრები, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის შენობის მიმდებარედ რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა ცოტა ხნის წინ. ხო არ გაუკეთებია მას მედიასთან კომენტარი ან რაიმე განცხადება? ამის თქმას ვაპირებდი, ავთო ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 9 საათის წინ აქ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჩაიარა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებთან არ მისულა ის, არც კომენტარი არ გაუკეთებია, უბრალოდ დედაქალაქის მთავარი გამზირის გავლით მან გადაინაცვლა სამსახურში ათონელის რეზიდენციაში და აქციის მონაწილეების მხრიდან მოვისმინეთ შეძახილები და ტაშის ფონზე გააცილეს, ასე ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მალევე დატოვა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. მადლობა, ეს ნანა გოგატაძე იყო, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და მოწოდებას კი დიალოგისთვის ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპოშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის და ნებისმიერი განხილვისთვის მთავარი პლატფორმა და ადგილი არის პარლამენტი, სადაც ოპოზიცია შესვლას არ აპირებს. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს 61 მანდატი. შესაბამისად, დიალოგის რესურსი თუ პოლიტიკური ბატალიების და დებატების სივრცე ეს არის პარლამენტი. ამიტომ ნება უნდა იბოძოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენა, სცენა, პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. ასევე მე მინდა მოუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. და უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ხედავთ, რომ მათთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში გულისხმობს საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ ჩემი მოწოდება არის ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. დარჩება ის ერთგული დემოკრატიული ფასეულობებისა, თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, ხოლო თავისი გულით და თავისი ღირებულებებით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრონ, თუ როგორი ხელისუფლება უნდა იყოს საქართველოში და არა ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განსაზღვრული. 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართველმა ხალხმა გადაანაწილა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. ყველამ უნდა აღიაროს ეს მანდატები, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა. ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა, ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი და რა თქმა უნდა პოლიტიკურ რადიკალიზმს ჩვენ არც დაუშვებთ და ეს ცდება ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ ერთადერთი მოწოდება, რაც დღეს უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, ეს არის მოწოდება 4 პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამორჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით. საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან საუბრობს ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიცია წარმატების მიღწევას ახლა ქუჩაში აგრესიით ცდილობს. ირაკლი კობახიძე საუბრობს საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებულ ძალადობრივ ფაქტებზეც. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მეგობრობას, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის და ასევე ჩვენს ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბატონმა
ილხამ ალიევმა, პრეზიდენტმა, პირველმა მოგვილოცა ჩვენ არჩევნებში გამარჯვება და რა თქმა უნდა ამ ყურადღებას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ამ არჩევნებზე მივახციეთ ძალიან შთამბეჭდავ გამარჯვებას, ავიღეთ ხმების 54%, ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ამორჩევლის ხმა. ოპოზიცია დამარცხდა, შესაბამისად ისინი არიან უმცირესობა, თუმცა ისინი ცდილობენ გარკვეული აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ წარმატებას ქუჩაში. თუმცა ქუჩაში წარმატებას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსი სჭირდება საბოლოო ჯამში არჩევნებში წარმატებას, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. სწორედ იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მათ ვერც ქუჩაში მიაღწიეს ვერავითარ შედეგს, რეალურად 5 დღის განმავლობაში ჰქონდათ ძალადობრივი აქციები, ახლა უკვე ძალადობის რესურსიც არ აქვს და ეს აქციები არის მილევად რეჟიმში. ჩვენ არ ქონია იმის საჭიროება, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გვეთხოვა ქუჩაში გამოსვლა, ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს განსხვავებული მიდგომები, ბუნებრივია, განსხვავებული პასუხისმგებლობა. უბრალოდ არ არსებობდა ამის საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრად მეტი ადამიანის მობილიზების რესურსი გვაქვს, როგორც არჩევნებზე, ისე ქუჩაში. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის რეალური. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ, არის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე ვალდებულებები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპული სტრუქტურები, კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და პოლიტიკოსები იყენებენ კონკრეტულ საკითხებს შანტაჟისთვის საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. და სწორედ ამ შანტაჟის გათვალისწინებით ჩვენ თქვით ერთ-ერთი რამ, რომ ჩვენი მხრიდან 2028 წლის ბოლომდე არ ვაპირებთ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. თუ ისინი გადაწყვეტენ მოლაპარაკების გახსნას კი ბატონო, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებთ ამ საკითხის დღის წესრიგში. ამ განცხადებას გაღიზიანდნენ შესაბამისი ადამიანები, რომლებსაც სურდათ დაეტოვებინათ ეს საკითხი შანტაჟისთვის და სწორედ მათი მხრიდან მოყვა გაღიზიანებული, ასე ვთქვათ, რეაქციები ჩვენს განცხადებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება, უბრალოდ არავის და ვერავის ვერ მივცემთ კონკრეტული საკითხების შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. არ შეიძლება მუდმივად შანტაჟის ქვეშ აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნები გრძელდება. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზს, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს ამ წუთებში. ცესკოს წარმომადგენელი აცხადებს არჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ კი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ. საერთო ჯამში, როგორც აღნიშნეთ, არის 300 წევრიანი კოლეგია და თქვათ კიდევ ერთხელ, ვინ შედის ამ 300 წევრიან კოლეგიაში. ეს კოლეგია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაში კი არის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი. ყველა წევრი ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისინი არ მონაწილეობენ ამ პროცესში. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან 21 წევრი, ანუ ყველა წევრი. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20 წევრი და პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ეს არის 109 წევრი. აქვე ვთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან ქართულ ოცნებას მხოლოდ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო 8 ოპოზიციურ პარტიას ჯამში 55. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს, მათთვის განსაზღვრული ეს 55-ვე ადგილი სახელისუფლებო პარტიამ ქართულმა ოცნებამ შეავსო. შედეგად კი ცესკოს მიერ დამტკიცებულ ამ საარჩევნო კოლეგიაში პარტია ქართულ ოცნებას ჰყავს 211 წევრი. აქედან 89 პარლამენტიდან, 13 აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 საკრებულოებიდან.
როგორც იცით, არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3, ანუ სულ მცირე 200 წევრის ხმა არის საკმარისი, თუმცა აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებას 211 ხმა აქვს, შესაბამისად სულ ცოტა ხანში უკვე ცნობილი გახდება, რომ საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც არის ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი და მას ისტორიაში პირველად აირჩევს პარლამენტი. ეს პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს. ამ პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია CESCO ახორციელებს დელეგატებს. პროცედურა CESCO-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო დაახლოებით 9 საათისთვის, მაშინ როდესაც დაიწყო ეს პროცესი. აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს კენჭისყრა არის ღია კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, შესაბამისად ცნობილი არის იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს აძლევენ ხმას. ისედაც ეს მოცემულობა პრინციპში დღეს პარლამენტში, ვინაიდან ამ არჩევნებს, რომელიც დღეს იმართება პარლამენტში, მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, არალეგიტიმურად აცხადებს 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნების შედეგებს და შესაბამისად არ აღიარებს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირებას, მათ შორის ამ არჩევნებს პრეზიდენტის, რომელიც დღეს დილიდან 9 საათიდან მიმდინარეობს და რომელიც დაახლოებით 2 საათისთვის უკვე დასრულებული იქნება. ყოველ შემთხვევაში ასეთი არის მოლოდინი, რომელზეც ისაუბრა CESCO-ს თავმჯდომარემაც, რომელიც ასევე ჩანს ახლა პირდაპირ ეთერში კადრში, სხდომათა დარბაზში იმყოფება CESCO-s წარმომადგენლებთან ერთად. CESCO-s წარმომადგენლები აგრძელებენ იმ ადამიანების გამოცხადებას, რომლებიც რეგისტრირებული არიან დელეგატთა სიაში, 300 წევრიან კოლეგიაში. ასეთი არის ვითარება ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში. კურიერი აგრძელებს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას. ჩვენ სულ ცოტა ხნით შევისვენებთ 11 საათზე კი კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით, ასე რომ დროებით.